ჩვენ ახლა ზვიად ქორიძეს ჩავთავთ პირდაპირ ეთერში. ზია ამაღლობელის ძმა ვნახე, ბატონო ზვიად, მე მაგალითად კადრებში, რომელსაც ჯიუტად ეჭირა მზიას დანაბარები იბრძოლეთ, ვიდრე გვიან არ არის ეს პლაკატი და ცალკე კუთხე არის მედია კოალიციის მიერ ორგანიზებული, იმიტომ რომ ერთ-ერთია მედია, ვის შეზღუდვასაც დამოუკიდებლობის წართმევის გზაზე ივანიშვილი ცდილობს ახლა. თქვენ როგორ აფასებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს და თვითონ ამ გამოხატვას მოქალაქეების მხრიდან დღეს რუსთაველზე? ვილოცავ სოფო დღევანდელ დღეს მაყურებელს ვილოცავ ყველას და პირველ რიგში ვილოცავ ჩვენს სინდისის პატიმრებს, რომლებიც ახლა ივანიშვილის სასამართლოში იტანჯებიან, ისინი ფიზიკურად იტანჯებიან, თორე დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით მაღალი თავისუფლების ენერგია აქვს დღეს მათ და ისინი ამ ენერგიას ჩვენ ყველას გადმოგცემენ. ხო, დამოუკიდებლობის დღე, ეს არის თავისუფალი ადამიანების დღესასწაული და ბუნებრივია, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ აი ეს სულისკვეთება თავისუფლების ერთმანეთს გაუზიაროთ და გაუზიაროთ ყველა იმ ადამიანს, ვინც აი ამ დღესასწაულისთვის ყოველთვის ემზადება, იმიტომ რომ მიაჩნია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა არის ძალიან ძვირფასი რამ, რომელსაც არაფრის დიდებით არასდროს არაფერზე არ გაცვლის. აი ეს არის ის სულისკვეთება, რომელიც ახლა დღეს რუსთაველზეა და რომელიც აქ არის ამ სტენდთანაც, იმიტომ რომ მე დღეს დიდი ხნის განმავლობაში ტრიალებდი ამ სტენდის გარშემო და ვხედავ ადამიანები, რომლებიც მოდიან, რომლებიც უგზავნიან წერილებს მზიას, რომლებიც გამოხატავენ საკუთარ სათქმელს და მთელი სულისკვეთება მათი არის, რა თქმა უნდა, თავისუფლება. ხო, თავისუფალი ადამიანები ქმნიან ძლიერ სახელმწიფოს. კი ბატონო, ზვიად, როგორ ჟურნალისტს უნდა კითხოთ, დღეს რუსთაველი იყო რაღაცნაირად საათობრივად გაყოფილი, დღის პირველი ნახევარი ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს ეკავათ, ნახეთ გზავნილები, პროპაგანდისტული და პირდაპირ დასავლეთის მოაზრება უცხო ძალად და მოკლედ ესე იგი მონსტრად, რომელიც თავს ახვევს თურმე საქართველოს რაღაცას, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული ბუნდოვანების შენარჩუნებას მაინც ცდილობენ და არ არქმევენ თითქოს სახელს. ძალიან ცხადია, ვის გულისხმობდნენ ისინი დღეს გამოსვლებში და არ ახსენეს რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე ოკუპანტი, რომელსაც ამ დრომდე ოკუპირებული აქვს 20% ამ ქვეყნის. აი როგორ აფასებს საერთოდ, როგორ გამოხატა ეს დღე რეჟიმმა, რომელიც თავს ხელისუფლებად მიიჩნევს? სამწუხარო გაცდა ის, რომ დღეს საქართველოს ხალხის ხელისუფლება, რომელიც ვერ ზეიმობს 26 მაისს, ეს არ არის მისი დღესასწაული, ეს არ არის მისი ზეიმი და ამას ისინი თავისი ქმედებით გამოხატავენ, ამას ისინი გამოხატავენ თავისი რიტორიკით, თავისი სლოგანებით, თავისი ქცევით გამოხატავენ, ხო? თორემ ის ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დღეს გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, თუნდაც დილის საათებში, რა თქმა უნდა, მათ ძალიან უნდათ რომ იზეიმონ ეს დღესასწაული, უბრალოდ ხელისუფლება მათ ეუბნებათ, რომ არ გამოხატოთ ეს ზეიმი, არ გამოხატოთ თქვენი სურვილები და არ თქვათ, რომ ხო, საქართველოს დამოუკიდებელი და ძლიერი არის თავის პარტნიორებთან ერთად, იმ სახელმწიფოებთან ერთად, რომლებიც არიან გარანტორები ჩვენი დამოუკიდებლობის და ძლიერი დემოკრატიული განვითარების, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ მათთან ერთად უნდა ვიზეიმოთ ეს დღესასწაული და მაგრამ მოქალაქეებს ვეუბნებიან, რომ არა, ეს არ გამოხატო, ეს არ თქვა, ეს არ არის ჩვენი მიზანი, ხო? ამიტომაც დღეს პრაქტიკულად ქართული ოცნება თავის რიტორიკაში ებრძვის დასავლეთს, ებრძვის იმ სახელმწიფოებს, რომლებიც იმთავითვე, როგორც კი საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი დაიწყო, დაადგნენ საქართველოს დამოუკიდებლობის გვერდით და იზიარებენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას, ეხმარებიან საქართველოს დამოუკიდებლობის გაძლიერებაში და ამას ყველაზე კარგად ხედავს ქართველი ხალხი, ხედავს ჩვენი მოქალაქეები და ამიტომაც ასე შინაგანად ყოველგვარი გაფრთხილების, ყოველგვარი იძულების გარეშე საქართველოს მოქალაქეებს სწორად ესმით, რომ ჩვენი პარტნიორები არიან ევროპელები, ჩვენი პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატები და სწორედ მათთან ერთად
შეგვიძლია ჩვენ რომ უფრო ძლიერი საგარანტიო გარემო შევქმნათ ჩვენი დამოუკიდებლობის, უფრო მეტად დაცული იყოს ჩვენი დამოუკიდებლობა და უფრო მეტად თავისუფალი გარემო გქონდეს განვითარებისთვის ჩვენს მოქალაქეებს. დღეს, რა თქმა უნდა, 26 მაისი ამის თვალსაჩინოებაც არის, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს 26 მაისის აღლუმს იბარებს ირაკლი კობახიძე, რომელიც 2 წლის წინ გახსოვთ, ხო 26 მაისს არ გაეკარა, მოვიდა წავიდა აუზზე. იმიტომ რომ მისთვის სულ ერთია 26 მაისი. არ არის 26 მაისი ის დღესასწაული, რომელსაც ის შინაგანად იზიარებს და ბუნებრივია ის აცხადებს თავს მთავრობის თავმჯდომარედ. ეხლა როგორ წარმოვიდგენიათ იმ მთავრობაში არიან მინისტრები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს მათი დღესასწაულია. ამიტომაც აქვთ მათ გაუცხოება დღეს ამ ადამიანებთან. დღეს ამდენი მოქალაქეა რუსთაველის გამზირზე, აი ახლა ამ წუთას ჟვის ნახევარზე და არ მოდიან აქ, იმიტომ რომ მათ ამ ადამიანებთან არაფერი აქვს საერთო. არაფერი არ აკავშირებს და აქვე მაყურებელს ნესტან ცეცხლაძის დღევანდელ პოსტს გავაცნობ, რომელსაც უწერია, რომ 24 წლის წინ 2001 წლის 26 მაისს მზია მეთერთურაძესთან ერთად გამოსცა ბათუმელების პირველი ნომერიო ამ გაზეთით, ისევე როგორც მოგვიანებით ჟურნალ ბათუმელებით და მერე უკვე ნეტ გაზეთით მას სურდა ამ ქვეყნის შეცვლა უკეთესობისკენ. 24 წლის შემდეგ მზია 26 მაისს ხვდება ციხეში, ამიტომ მზიას ულოცავო პირველ რიგში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დილიდან შემხვდა ეს პოსტი და კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად დააყენა დამოუკიდებლობის პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 1 საუკუნის შემდგომ სად დგას ეს საზოგადოება, პატიმარი ჟურნალისტიკა ყავს და რისთვის დაპატიმრებული, ხომ? აბსურდული მიზეზით დაპატიმრებული. ეს არის დაშინების, მუქარის, დასჯის კლასიკური მაგალითი, რასაც ავტორიტარები მიმართავენ. აი ზუსტად ეს საუკუნის მერე შემოbrunება კვლავ რუსეთის ხელით, დაბრუნება რაღაც სივრცეში, სადაც ამ მოქალაქეებს არ უნდათ. ალბათ ზია გვიყურებს და თქვენი სათქმელი მისდამი და მე ამით დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ მგონია რომ ყველა პოლიტპატიმარს ახლა ერთადერთი ღია სივრცე ფანჯარა ზუსტად ტელეეკრანი აქვს დარჩენილი. კი, ძალიან მოკლედ გიპასუხებ, სოფო, საქართველოს დამოუკიდებლობის, ზოგადად დამოუკიდებლობის იდეა არ იარსებებს თავისუფალი ადამიანების გარეშე, არ იარსებებს თავისუფალი მედიის გარეშე, არ იარსებებს თავისუფალი საზოგადოების გარეშე და ეს ყველაზე კარგად და თვალსაჩინოდ სამწუხაროდ დაგვანახა მზიამ, იმიტომ რომ ის თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო არის ზუსტად ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე დღეს და ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც დღეს ასევე იტანჯებიან ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეში, აი ეს ადამიანები გვაძლევენ სტიმულს, რომ სწორედ მათ უნდა გაუსწოროთ ჩვენი ბრძოლა, ჩვენი განწყობა, ჩვენი თავისუფლების მოყვარეობა და უნდა ერთად დავასრულოთ დიქტატურა და რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში.